რეტინოლის პროცენტულობის გაზრდა აუცილებელია თუ არა? თუ თქვენ სპეციალური საჭიროებებისთვის იყენებთ რეტინოიდებს, მაგალითად აკნეს მკურნალობის პროცესში, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ექიმ-დერმატოლოგის რჩევები. ასაკობრივ ნიშნებთან ბრძოლისას გავზარდოთ თუ არა რეტინოიდების პროცენტულობა. მე მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, დაახლოებით 100 წელზე მეტია ვიყენებ რეტინოიდებს და გაგიზიარებთ როგორც პირად გამოცდილებას, ასევე მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას. რეალურად რეტინოლის პროცენტულობის გაზრდაზე მეტად მნიშვნელოვანია მისი რუტინაში სისტემატიური გამოყენება. პროცენტულობის გაზრდა არნიშნავს იმას, რომ თქვენ უკეთეს შედეგს მიიღებთ. თავარია სწორად შევარჩიოთ ფორმულა ჩვენი კანისთვის და ნელ-ნელა მივაჩვიოთ ამ ინგრედიენტს. არის შემთხვევები, როდესაც პირდაპირ მაღალი პროცენტით იწყებენ, უმართლებთ და უხდებათ, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ თქვენს იქნებით ის ერთი გამონაკლისი, ამიტომ უმჯობესია თუ აუტკივართავს არ ავიტკიებთ. მაგალითისთვის ავიღოთ ტრეტინოიდები, რომელიც არის რეტინოიდების ყველაზე ძლიერი ფორმა და მიუხედავად იმისა, ადამიანის კანი მიჩვეულია თუ არა რეტინოიდებს და რამდენად გრძელვადიანად იყენებს მათ, ხშირ შემთხვევაში ამ ინგრედიენტს ყველა კანი ვერ ეგუება. წარმოიდგინეთ, ამდენი წლის განმავლობაში წეღანაც ვახსენე, დაახლოებით 10 წელია ვიყენებ რეტინოიდებს, ჩემი ძირითადი პროცენტულობა იყო 0.1%, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ შედეგს არ ვიღებ, პირიქით ძალიან კარგი შედეგი მაქვს და როგორც ვთქვი, თავარია სისტემატიურობა და არა პროცენტულობის გაზრდა. იმედია ვიდეო ინფორმაციული იყო, დამატებითი შეკითხვებისთვის ტრადიციულად გელოდებით კომენტარებში. რეტინოიდებზე საუბარს კი აუცილებლად გავაგრძელებ, რადგან შეტყობინებებში ყველაზე მეტად ამ თემასთან დაკავშირებით შემომდის კითხვები და რაც მთავარია, მოусმინეთ საკუთარ კანს.